დილამშვიდობისა მეგობრებო. როგორ გიკითხოთ, კარგად ხართ? თქვენ კარგად ხართ, ხო? მოდი ერთი ვიდეო ვნახოთ. დღეს რა ხდება აქტუალურად. კიდევ ერთხელ განახოთ? მოდი ვნახოთ. კიდევ კარგად ხართ? ყავა დალიათ ხო დილით? ჩაიც. რა ვიცი, შეიძლება კიდევაც ნამცხვარი ჭამეთ. საჭმელიც მიირთვით, ბავშვები ბაღში წაიყვანეთ, სკოლა უკვე აღარ არის. არ დადეგებია, თუმცა ჩემი ბავშვები მაინც დადიან სკოლაში. ჩვენ კარგად ვართ. ყველაფერი კარგად არის. საქართველოს მიწას ყველაზე მზიანათებს და ჩვენ კარგად ვართ. ჩვენ კი კარგად ვართ. მაგრამ ყველას მოეთხოვა. თავარია ჩვენ ვართ კარგად. თავარია ილიას არ გამოელია პამპერსები და ტრაქს უწყენდნენ. თავარია რომ ჩვენს ეკლესიებში შესაწირებით დგას და ფული ბლომად იყრება. თავარია შობადობაა საქართველოში. თავარია. ქალებს ვესაუბრები ეხლა მე. ქალებო, ეს ბავშვები ქალების გაჩენილია. ეს ბავშვები, რომლებიც ეხლა ნახეთ თქვენ, ეს ბავშვები, თუ დედა ხარ, იცი, რა მტკივნეულია ამ დედამიწაზე შობა. შენ ამას როგორიდან? შენ მერე მოდის ვიღაც მტარვალი, დედამოტყნული, ფალოსიანი, ომზე დახამებული ფალოსი და აი ამ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს. ყველას გეკითხებით, ყველა დედას გეკითხებით. თქვენ ამას როგორ იტანთ? ეს ბავშვი ქალის გაჩენილია და ქალი ომს არასდროს დაიწყებს. მაშინ ვინ იწყებს ომს? ისრაელი? ისრაელის დედაც გასწორდეს მიწასთან მალე. სიონისტური ებრაელები, რომლებმაც შექმნეს ეს სახელმწიფო ისრაელი, მაგათი დასასრულია. ეს ბავშვები ქალის საშოდან იშვა. და იცით რას გააკეთებდნენ? საფრანგეთში, როდესაც უკვე სხვა გზა აღარ იყო ქალები? იცით რას აკეთებდნენ? კერძს იშიშვლებდნენ. და სწორედ მაშინ იგებდნენ ომს. კარგი დილა გათენდა ხო დღეს? ყავა დალია უკვე? ნამცხვარიც მიაპოვლე ხო? შენი ბავშვი ხო წავიდა სახლში?
ბაღში ან სკოლაში. არა, სულაც არა, შეიძლება ძიძაუვლის შენს ბავშვს. შენ არ გეხება ხო ეს? შენ ხო კარგად ხარ. შენ ხო კარგად ხარ. ესენიც კარგად იყვნენ სულ რამდენიმე დღის წინ. ესენიც. ხო. ფალოსიანო არარაობებო ფულზე დახამებულო ფალოსიანო არარაობებო მამაკაცებს კი არა ფალოსიან არარაობებს მივმართავ რომლებიც სამყაროს ასეთ დღეში აგდებენ რომლებიც არ ინდობენ არც ქალებს, არც ბავშვებს, არც დედამიწას, არც ღმერთს, არც არაფერს გარდა თავიანთი ჩამოკიდებული ფალოსისა. აი ეგ ფალოსები დაგაჭრათ ღმერთმა. ძალიან მალე. ახლა და ამ წამს ეგ ფალოსები დაგძვრეთ თქვენ. ვინც აი ამას ხელს უწყობს. ვინც ამას იწვევს დედამიწაზე. ვინც ასეთ მდგომარეობას ჩუმად გაატარებს. ვინც ასეთ მდგომარეობას ხელს შეუწყობს და ვინც ასეთ მდგომარეობაზე არ გამოთქვავს აღშფოთებას. ეგ ფალოსები დაგძვრეთ თქვენ. სულ ერთია როგორ. თქვენ არ ხართ ფალოსის ღირსი. და არ ხართ იმის ღირსი, რომ წარმოქმნათ უდანაშაულო არსებები და შემდეგ ისინი აწამოთ, აი ასე, როგორც ახლა თქვენ ეს ორი ბავშვი დაინახეთ. ეს ორი ბავშვი, რომელიც ქალის საშომშობა. თქვენ ხომ კარგად ხართ. მოკლე კაბები რატომ აწვიათ ქალებს? ეს არის პრობლემა, ხო? მამაოების პრობლემა მარტო ეს არის. მამაოების პრობლემა მარტო ის არის, რომ საყურეს გაირჭობს კაცი აქ ყურში, ან ცხვირში, ან ენაზე, მაგრამ ეს არ არის მამაოების პრობლემა. ეს არ წარწყმინდავს სულს და ეს არ ეხება ღმერთს. მამაობის პრობლემა ის არის, როდესაც ადამიანი ეკლესიაში შედის და ამ ხელს ის პროვოკატორად იწოდოს. მარტო ეს არის მამაობის პრობლემა. და ილიას პრობლემა მარტო ის არის, რომ ტრაკი გამოუწმინდონ და სუფთად ჰქონდეს ტრაკი, რომ არ ჩაეწევას. მამაობის პრობლემა მარტო ეს არის. მაგრამ ეს არა. ეს პოლიტიკურია. ეს პოლიტიკურია. პოლიტიკაში კი მამაოები არ ერევიან. არა, ეს პოლიტიკას ეხება და იმათმა უნდა გადაწყვიტონ, ვინც ომი დაიწყო. თქვენ დედამოწყნულებო თქვენ. თქვენი დასასრულია. გამოვლენ მედიები და დაიწყებენ ლაყბობას, ვინ ვის დასხო და ვინ ვის დაარტყა. და ვინ ვის რამდენი იარაღი აქვს და ვინ რამდენი უნდა მიიღოს. და აი ამაზე არავინ საუბრობს. აი ამაზე არავინ საუბრობს. არც შენ არ საუბრობ ამაზე. არ საუბრობ ხმამაღლა ამაზე. არ ყვირი ხარ ისე როგორც მე ვყვირი ვარ. ხო და დღეს თუ კარგად ხარ, ხვალ არ იქნები კარგად. გესმის?
თუ კი უსამართლობა ნახო და არ ამხილო, ღმერთი გეუბნება, მის ცოდვას შენ მოკითხავო. ხო და შენ მოგეკითხება იქ რაც ხდება. შენ ვინც მიყურებ ახლა 19 ადამიანი ხარ. წავიდეთ სამსახურებში. წავიდეთ, გავაგრძელოთ ცხოვრება, ყველაფერი რიგზია, მზე ანათებს ჯერ კიდევ. საჭმელიც მაქვს ბლომად მაცივარში. კარგად ვარ. როცა ამ წუთში ეს ხდება, შენ კარგად ხარ. იცი რას ამბობ? რო გკითხავ როგორ ვარო? როგორ ხარო? კარგად ვარო მეტყვი. კარგად ხარ. იცი რა სიტყვის მამაო რო გკითხავ როგორ ხარო? კარგად ვარო გეტყვის. მე არ ვარ კარგად. და არც დალაგებული ვარ ამ დაულაგებელ ქვეყანაში. არც ამ დაულაგებელ სამყაროში და არც ამ დაულაგებელ დედამიწაზე კარგად ვერ იქნება ადამიანი. და ვერც კარგად და ვერც ტკბილად ვერ ილაპარაკებს, როდესაც ასეთი რაღაცები ხდება დედამიწაზე. უი, გაგიჟდა ეს გოგო. შენ არა? შენ არ გაგიჟდი? ასეთი რამე ხდება შენს გვერდით და შენ კარგად ხარ. შენ არ გაგიჟდი. მარტო ის გაგიჟდა ვინც ყვირის, ხო? მარტო ის გაგიჟდა ვინც ადეკვატურად რეაგირებს ამ სიტუაციაზე, ხო? მარტო ის გაგიჟდა და შენ მონავ ჩარჩოებში გამოკეტილო, დაბლოებულო და დაყრუებულო ადამიანო, რომელიც არაფერს არ ამბობს იმის გამო, რომ სამსახურიდან არ მოგხსნან. ან ვინმე რამე არ თქვას შენზე ცუდად, გაგიჟდაო არ თქვას? ამიტომ ჩუმად ხარ, ხომ? და ამიტომ კარგად ხარ, ხომ? ეს ის გოგოა, რომ გვეჩხუბება და ჭკუას გვასწავლის. არა, ეს ის გოგოა, რომელიც სიმართლეს აშუქებს. და ისეთ სიმართლეს კი არა, რომ უხდიან როგორც მედიაში და იმას ისე შემოატრიალებენ ხოლმე რაკურს როგორც სურთ, არამედ რეალობას აჩუქებს ეს გოგო. დიახ? და თანაც ყვირილით, იმიტომ რომ ასეთ საკითხებს მხოლოდ ყვირილი მოუხდება. ამ ბავშვების ცოდვა, ამ ბავშვების და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ცოდვა თქვენ გონიათ გეპატიებათ? მოდი უფალო დროზე მოდი.